მახლობელი აღმოსავლეთის მდგომარეობა უკიდურესად იძაბება. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის განმეორებითი ბლოკადის შემდეგ აშშ-მ გააძლიერა საკუთარი ბლოკადა ირანის პორტებზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ-მ დაიწყო სროლა და აფლუ დაიკავა ირანული ტანკერი, რომელიც ცდილობდა გაერღვია აშშ-ს ბლოკადა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინვე დაიქვეხნა, რომ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, მას შემდეგ რაც მან სცადა აშშ-ს საზღვაო ბლოკადის გვერდის ავლა ომანის ყურეში. და ამის შემდეგ ურთიერთობების ახალი გამწვავება მოხდა ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის. ჩინეთმა მხარი დაუჭირა ირანს და განაცხადა, რომ აშშ მოქმედებს როგორც მეკობრეები, ხოლო აშშ მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩინეთის სანაპიროებთან. და ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, რადგან აღმოჩნდა, რომ დაკავებულ ტანკებზე, რომელიც ირანის დროშით მოძრაობდა, იყო ჩინური ტვირთი და ტანკები სწორედ ჩინეთის პორტიდან ირანში მიემგზავრებოდა. და ტვირთი გემზე უბრალო არ იყო. ტანკერი გამოვიდა პორტიდან, სადაც იტვირთება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა რაკეტების წარმოებისთვის. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი ბმული ქვემოთა. ამ ვიდეოს არწერაში ასევე არის ბულები, თუ როგორ შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი ამ YouTube არხის მუშაობას. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი დონაციის ან სპონსორობისთვის. დროებით. Motor Whistle Tosca. დატოვეთ თქვენი სამანქანე გამყოფილება. დატოვეთ თქვენი სამოვეთ თქვენი სამანქანე გამყოფილება. გზადვართ, გემის წყობრიდან გამოსაყვანად ცეცხლი გაგიხსნათ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დააკავეს, მას შემდეგ რაც მან სცადა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გვერდის ავლა ომანის ყურეში. აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ აჩვენა კადრები, თუ როგორ ხდებოდა ეს. დღევანდელი მდგომარეობით ეს არის პირველი გემის დაკავება და პირველი შემთხვევა გემის დაცხილვის მას შემდეგ, რაც ამერიკული ბლოკადა ძალაში შევიდა გასულ კვირა. დღეს როგორც პასუხი ირანის მიერ არმუდის სრუტის ფაქტობრივად დაკავებაზე, ომის დაწყებიდან 28 თებერვლიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში საზღვაო ქვეითებმა წყობრიდან გამოიყვანეს და დააკავეს გემი სახელად ტოსკა. ამ დროს ამერიკელი და ირანელი ოფიციალური პირები პაკისტანში მოლაპარაკებებისთვის ემზადებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის ვადის მოახლოების წინ, რომელიც 21 აპრილს საღამოს ამოიწურება. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ აშშ-ში საზღვაო ძალების ესმინეცმა, ციტატა, წინასწარ გააფრთხილა ისინი გაჩერების აუცილებლობის შესახებ. ირანელმა ეკიპაჟმა უარი თქვა დამორჩილებაზე. ამიტომ ჩვენ სამხედრო საზღვაო ხომალდმა ადგილზე გააჩერა ისინი და მანქანის განყოფილებაში ხვრელი გაუკეთა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ კვირა საღამოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ესმინეცმა სპრუენსმა რამდენიმე გასროლა განახორციელა MK-45-ის 5 დიუმიანი ქვემეხიდან ტუსკის მანქანის გამყოფილებაზე. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის სამხედროებმა აშშ-ს დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და საზღვაო მეკობრეობაში და დაჰფიდნენ, რომ მალე უპასუხებენ ინტერვიუში. მაგრამ აქ ირანელები ავიწყდებათ, რომ სულ ერთი დღით ადრე თავად ესროლეს ტანკერს, რომელიც არმუზის სრუტის გავლას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე განაცხადეს, ეს სრუტე ღიაო. ამ თავდასხმამდე დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ თუ ირანი არ დათანხმდება შეთანხმებას, შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს წყობრიდან გამოიყვანს. და როგორც ტრამპმა განაცხადა, აღარ იქნება კარგი ბიჭები. და ამის შემდეგ კვირა საღამოს ნავთობის ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ბაზრების გახსნის შემდეგ ფასების ნახტომი ანაზღაურებს იმ მკვეთრ ვარდნას, რაც პარასქევს მოხდა. როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს ჰორმუზის სრუტის ტანკერებისთვის გახსნის შესახებ.
და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ნავთობის ტრანსპორტირების შეზღუდვა, მით უფრო დიდხანს დარჩება და აქ ამერიკელების მომზადება უკვე დაიწყეს უარესისთვის. ეს ამ გამოშვების საინტერესო ბლოკია. ენერგეტიკის მინისტრმა კრისტოფერ რაიტმა განაცხადა, რომ ASHS-ში ბენზინის საშუალო ფასი შესაძლოა ვერ დაბრუნდეს ომამდელ დონეზე, ანუ $3 ნაკლებად გალონზე მომავალ წლამდე. მოკლედ, პირდაპირ ამბობს, რომ წელს ბენზინის ფასის ვარდნას არ ელოდოთ. თუმცა რაიტი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა შესანიშნავად გაართვა თავის სიტუაციას, ხოლო ბენზინის ფასების ზრდა ომის შედეგი არ არის, არავითარ შემთხვევაში. ყველაფერს რაღაც გაუგებარ ინფლაციას აბრალებენ. მართალია, რატომღაც არ ხსნის, რის გამოა გამოწვეული ეს ინფლაცია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მომრჩევლის გარკვეული ნაწილისთვის ასეთი ახსნა სრულიად მისაღებია. შემდეგ არის ციტატა კრის რაიტისგან. ფასებმა ალბათ უკვე მიაღწია ფიქს და ისინი დაიწყებენ კლებას. უდაოდ ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ფასების შემცირებას ნახავთ. კაპიტანი აშკარა. თუმცა $3 ნაკლები ფასი საკმაოდ დიდი თანხაა ინფლაციის გათვალისწინებით. მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ წარმატებით გაუმკლავდა ამ უპრეცედენტო კრიზისს. ზუსტად როგორ კრისტოფერ რაიტი არ ხსნის და რომ ვინმეს არ იფიქროს, თითქოს ტრამპმა თავისი ომით გაზარდა ნავთობის ფასები, შესაბამისად ბენზინის ფასიც ამერიკაში, რაიტმა გაიხსენა რუსეთის ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. და თქვა რომ თითქოს, ნახეთ, მაშინ 2022 წელს ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო ცუდად გაართვა თავი. თითქოს რისთვის ასე შეშფოთდით ბენზინის ფასებზე? თითქოს ახლა კიდევ სიტუაცია ცუდი არ არის. რაიტმა განაცხადა, რომ ამერიკელებს არ უნდა უჩივლონ, რადგან წლევანდელი პიკური დონე ჯერ კიდევ დაახლოებით $1 დაბალია 2022 წლის პიკზე, როცა პრეზიდენტი იყო ჯო ბაიდენი. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ გეოპოლიტიკას. ჩინეთმა დღეს შეშფოთება გამოხატა ASHS-ს მიერ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის იძულებითი დაკავების გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გო ძიაკუნმა განაცხადა, ციტატა, ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაცია დელიკატური და რთულია. კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა უნდა აირიდონ შემდგომი ესკალაცია და შექმნან აუცილებელი პირობები სრუტის გავლით ნორმალური ტრანზიტის აღსადგენად. პეკინი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს გააგრძელონ ზავისა და მოლაპარაკებების დინამიკის შენარჩუნება. ეხლა როდესაც მშვიდობისთვის ფანჯარა გაიხსნა, საჭიროა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მაგრამ ჩინელები ამ ინციდენტით უბრალოდ ასე არ არიან უკმაყოფილოები. კერძოდ საქმე ეხება სწორედ იმ ირანული გემის დაკავებას. აღმოჩნდა, რომ გემი იყო ტუსკო, რომელიც შეუძლია გადაიტანოს 5000-მდე კონტეინერი, ბრუნდებოდა ჩინეთის პორტიდან, სადაც ინახება ქიმიური ნივთიერებები. გაოლანის პორტი მდებარეობს ჯუჰაის ქალაქში, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს არის ცნობილი ქიმიკატების ჩატვირთვის პორტი, განსაკუთრებით ნატრიუმის პერქლორატის. ნატრიუმის პერქლორატი არის მყარი სარაკეტო საწვავის ძირითადი პრეკურსორი, რომელიც ირანს სჭირდება თავისი სარაკეტო პროგრამისთვის. ამავე დროს ჯერ ზუსტად უცნობია რა მასალები იყო ამ გემზე და ახლა ველოდებით რა სიტყვიან ამერიკელები. მაგრამ აშკარაა, რომ ამ პორტიდან ქიმიკატების გარდა პრაქტიკულად არაფერს ატარებენ. ამავე დროს ASHS-მ დაიწყო თავისი ყველაზე მასშტაბური თავდაცვითი წვრთნები ფილიპინებთან ერთად, რაც ხაზს უსვამს ვაშინგტონისთვის ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო ხნის მნიშვნელობას ჩინეთის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. Нынешние военные учения ბალიკატანზე ასევე მიიზიდავენ რეკორდულ რაოდენობას სამხედროებს. მონაწილე ქვეყნები გაგზავნიან 17000-ზე მეტ ჯარისკაცს საზღვაო სამხედრო წვრთნებსა და საბრძოლო სროლების წვრთნებზე. მონაწილეებს შორის არიან ASHS, რა თქმა უნდა, იაპონია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და საფრანგეთი და რა თქმა უნდა ფილიპინები. ASHS-სა და ფილიპინების ყოველწლიური სამხედრო წვრთნების დაწყება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ჩინეთმა სამხედრო გემების ჯგუფი გაგზავნა წვრთნებისთვის დასავლეთში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ხოლო იაპონია პირველად შეუერთდა ბალიკატანის წვრთნებს. და ეს ყველაფერი ხდება დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის მორიგი მზადების ფონზე, რომელიც უკვე მაისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. რატომ მორიგი? იმიტომ რომ წინა ორი შემთხვევის დროს მისი ვიზიტი გადაიდო და გაუქმდა. აქ მრავალ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ წერია არხის მხარდაჭერა ალექსეი პეჩის.
აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი, მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.